გამარჯობათ მეგობრებო, ვიწყებთ Cloud Code-ის შეპირებულ კურსს ქართულ ენაზე. აი ამ პერიოდში გავუძღვევი მე ამ კურსს, ამ ტუტორიალებს და მოკლედ აქტუალური თემა, ალბათ გაგიგიათ, შეიძლება იყენებთ კიდევაც და თუ არ იყენებთ, ჩემი რეკომენდაცია გამოიყენოთ, თუ IT სფეროში მოღვაწეობთ განსაკუთრებით. მე პირადად ვიყენებ სამსახურში ჩვენ აქტიურად ვიყენებთ Cloud Codes და ჩვენი, ესე იგი, ჩვენი მუშაობის ტემპი 1-1000 გაზარდა ამ ინსტრუმენტს. ახლა მოკლედ წინა სიტყვაობა, ესე იგი, ჩვენ, ChatGPT ეს ყველამ ვიცით, Cloud-ით სავარაუდოდ გაგიგიათ, იქ Gemini, Grok და ასე შემდეგ. ახლა, როდესაც ვესაუბრებით ამ სისტემებს, ვეჩატავებით ამ სისტემებს, ჩვენ ვიღებთ პასუხებს და მოკლედ სხვადასხვა საკითხზე გვაქვს მიმოწერა. ეს ცნობილია, არაფერია განსაკუთრებული უკვე არ არის, რამდენიმე წელია, მაგრამ შემოდის ინსტრუმენტები, უკვე კარგი ხანია შემოსულია, სადაც რომელიც, ესე იგი, ფლობს აგენტებს, ანუ აგენტური მიდგომას ავლენს, აგენტურ მიდგომას, გაჩვენებთ რა იგულისხმება ამაში და ჩვენ, ესე იგი, სხვადასხვა, კოდის წერა, მაგალითად, კოდის წერაში გვეხმარება ეს აგენტები, ან მაგალითად სხვადასხვა ტექნიკური სისტემების აწყობაში, მაგალითად აკეთებს, ან განსხვავებით ჩატისგან, როდესაც უბრალოდ მიმოწერა გვაქვს სიტყვებით, სადაც ინსტრუქციებს გვაწვდის, ჩვენ ამ ინსტრუქციებს შეიძლება ვაკოპირებთ, შეიძლება ვისმენთ და ასე შემდეგ. აქ თვითონ ამ აგენტს, ასეთი ტიპის ინსტრუმენტებში თვითონ ამ აგენტს შეუძლია უშუალოდ დაწეროს კოდი, უშუალოდ შექმნას აკეთხალდე, გაუშვა სკრიპტი და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა შეუძლია. და ძალიან მოსახერხებელია, მარტო ახლა აგენტზე არ არის აქ საუბარი, ძალიან მოსახერხებელია ეს ინსტრუმენტი, ჩვენ ვნახოთ ახლა დავიწყოთ საბაზისო თემებით, ძირითადი ბრძანებებით, შემდეგ უკვე ცოტა უფრო გავართულებ. ამიტომ დავიწყოთ, მოდით გადავალ პირდაპირ ახლა მე ჩემს დესკტოპზე და პირველი რაც გვინდა, რა თქმა უნდა, ინსტალაცია. ახლა მე პირადად ვიყენებ macOS-ზე, MacBook-ებზე, სამსახურშიც და სახლშიც უფრო, მაგრამ აი თუ ესე იგი, მე გეტყვით როგორ უნდა დავაინსტალიროთ, ხო? იქ თქვათ თუ MacBook-ზე ხართ ან სხვა ოპერაციულ სისტემაზე Linux-ზე, ხო? ან მაგალითად აი ხე გავაკეთოთ Windows-ზე, მე გაჩვენებთ ამ ინსტრუქციას, Windows-ზე ცოტა უფრო შეიძლება პრობლემური ჩანდეს, თუმცა არაფერი ისეთი არ არის. აქაც და მე მოკლედ გაჩვენებთ ამ ეტაპებს. შევიდეთ Cloud Code installation, თქვათ, დავგუგლოთ პირდაპირ და შევიდეთ პირდაპირ პირველივე ნაპოვნ ლინკზე ამ Google-ში, ხო? აი აქ მოთხოვნებზეა საუბარი, ჩართული უნდა გქონდეს თქვათ Windows-ებს ეს WSL-ი და ასე შემდეგ. ან დაყენებული უნდა გქონდეს Git-ი, თუ Git-ი სავარაუდოდ გექნება, თუ დეველოპერი ბრძანდებით ან IT-ში მოღვაწეობთ, Git-ი თუ არ გაქვთ, დროა უკვე სასწრაფოდ დაორგანიზოთ და შეისწავლოთ, ხო? ნახეთ Git-ის კურსი ამავე ჩემს არხზე, ხო? და აქ სხვადასხვა ვარიანტია ინსტალაციის, ახლა აი აქვე პირდაპირ წერია macOS-ისთვის ან Linux-ისთვის, უბრალოდ აკოპი-პეისტებ და უშვებთ ამ ბრძანებს, რამდენიმე ვარიანტია. მე Windows-ში PowerShell-ის დახმარებით დავაინსტალირე, აი მაგალითად ეს გამოვიყენე ეს ბრძანება, დავაკოპირე და ჩავაგდე PowerShell, ხო, აი აქ გავუშვი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ინსტალაციის შემდეგ თითქოს ვერ ხედავ და Cloud Codes, ხო, აი ამ ინსტრუმენტს. ისე სიმართლე რო ითქვას, ყველაზე მარტივი გზა არის npm-ით, ვერას ნახე სხვადასხვა სისტემებზე, უბრალოდ დააყენეთ Node.js-ი და შემდეგ გავუშვით ეს ბრძანება. თუ არ გინდათ იწვევთ. თუ არა და თქვათ, არ გინდათ აი იმის დაყენება, მაშინ Windows-ში უბრალოდ აკოპი-პეისტებთ ამ ბრძანებას, შემდეგ რწმუნდებით, რომ ეს Cloud Code დაინსტალირებულია თქვენს საკახალდეში, მოდით გაჩვენებთ, რომელზეა საუბარი. ახლავე, ეს არის აი ამ მისამართზე, აი ესე იგი, C-დისკი, users, თქვენი user-ის სახელი, locally და შიგნით bin-ში აი ესე Cloud X-ზე უნდა იყოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა წერტილიდან ავტომატურად Windows-ში
თქვათ ეს გაეშვება, ხო? Default ინსტალაცია, რაც მე მქონდა პირადად, ხო? აი ამ ბრძანების გაშვების შემდეგ CMD-ში ან PowerShell-ში ან სხვაგან ვაძლევდა შეცდომას, რომ ვერ პოულობს აი ამას. ამიტომ მე დავძებნე ეს ინსტრუქცია თუ როგორ შეიძლება ამის ორგანიზება გაკეთებულიყო და აღმოჩნდა რომ უნდა ჩაგვეგდო სისტემურ ესე იგი გარემოს ცვლადებში Windows-შიც და სხვა ოპერაციულ სისტემებში გარემოს ცვლადების ცნება არის. ნუ MacBook-ებში, Linux-ებში ეს ძალზედ მარტივად კეთდება, Windows-ში ცოტა შორიდან კეთდება, ნუ ყოველ შემთხვევაში variables თქვათ ხო სისტემური აი რო დაძებნოთ პირდაპირ მენიუში ხო აი თქვათ edit environment variables for your account ხო აი თქვათ დავაჭირეთ აი ამას აი ესეთი ფანჯერა იხსნება და აი აქ წესი და რიგით უნდა გქონდეს ჩვენ თუ გავხსნია კიდევ ერთხელ თუ გავხსნია იმას ორჯერ დავწკაპავ წესი და რიგით უნდა მქონდეს აი ჩაგდებული ის საქახალდე სადაც კლოდი იყო მაგალითად ხედავთ ხო და ამიტომ ჩვეულებრივ ესე იგი თუ არ გინდათ ახლა ამდენი იწვალო და რაღაც ცვლადები სადღაც ხელით ამატოთ რომ თელ სისტემაში ჩანდეს ამიტომ ალბათ უფრო მოსახერხებელია აი npm-ი ინსტალაცია ხო ესეთი საშუალებაც არის ამისთვის დაგჭირდებათ Node.js-ის ჩამოტვირთვა დაყენება კომპიუტერზე აქაც ჩვეულებრივ ინსტალაციაა უმეტესწილად აი Windows-ის ინსტალერი აგერ არის და ჩვეულებრივ აინსტალირებთ ამას შემდეგ უკვე უშვებთ npm-ი როდესაც დადგება თქვენ სისტემაზე უშვებთ ამ ბრძანებას და პრობლემა წესი და რიგით არ უნდა შეგექმნათ ნუ ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ იმიტომ რომ ამ თემაში ახლა დამწყებები როგორც წესი ნაკლებად შემოდიან ფლატ დამწყებები ამიტომ წარმოდგენა როგორც წესი ხალხს აქვთ რა არის გარემოცვლადები და ინსტალაციას რამენაირად უჩემოდაც მოახერხეთ, იმიტომ რომ ნამდვილად აქ ისეთი განსაკუთრებული არაფერი არა. მე უბრალოდ ორი გზა გაჩვენეთ, სხვა სისტემებში მით უმეტეს არ არის პრობლემა, macOS-ზე განსაკუთრებით, Linux-ზეც მით უმეტეს არანაირი პრობლემა არ შემექ. საბოლოო ჯამში მე ვიმუშავებ Git bash-ში, იმიტომ რომ მოსახერხებელია ჩემთვის ამ ბრძანებების ნუსხის გამო, ხო, Linux ტიპის ბრძანებების ნუსხის გამო და აქ პირდაპირ მოდით მე ახლა შევქმნი პირდაპირ საქახალდეს და ჩავიხედოთ კლოდში, აი თვითონ ინსტრუმენტში და გავიაზროთ ძირითადი კონცეფციები, ძირითადი ცნებები, რაც უნდა გვესმოდეს. ამას მოვუყურავ და PowerShell-იც არ გვინდა. ხო, არ დაგავიწყეთ დაინსტალირების შემდეგ, აი ამ ინსტალირების ბრძანებას როგორც კი გავუშვებთ, დახურეთ PowerShell-იც, CMD-ც, საიდანაც აინსტალირებდით, იგივე ეხება macOS ან Linux, დახურეთ ტერმინალი და თავიდან ჩართეთ, აუცილებელი პირობაა მისი გადატვირთვა, ასე ვთქვათ, ამიტომ გაითვალისწინეთ. დესკტოპზე გადავალ, მე აქ შევქმნი მაგალითად საქახალდეს, ნუ რა ვიცი, Cloud Course, ვთქვათ, კლოდის კურსი და მასში შევალ. მასში ჩვენ ვიმუშავებთ. ხო? აქვე ბარემ ჩავრთავ, გადმოვიტან პირდაპირ იმ საქახალდეს, სადაც ეს ვიზუალურადაც რომ ხედავდეთ, შიგნით რა ხდება, ხო? იმიტომ რომ დაგჭირდება, აგერ იყოს ეს საქახალდე, შიგნით დავინახავთ ახლა კლოდის მოღვაწეობას. თუმცა სანამ დაიწყებს კლოდი, ესე იგი, მოღვაწეობას, ერთი უნდა გავმართოთ ის, ხო? ამიტომ ვკრიფავთ უბრალოდ ბრძანებას კლოდ. ის უკვე სისტემაში თუ მთლიანად ჩანს, ის აი ესეთ ფანჯერას ხსნის და იწყება ერთგვარი კონფიგურაცია მისი, აი ესეთი პირველი ფანჯარა არის. აქ ვირჩევთ ვიზუალს, ხო, ნუ მე ვტოვებ როგორც წესი ამის ვიზუალს, ამის ბნელ ვიზუალს ასე ვთქვათ, ხო, dark modes, თუმცა თქვენი არჩევანია, რომელიც გაწყობთ, ის გამოიყენეთ, ხო? ამის კონფიგურირება მოგვიანებითაც შეიძლება, ამიტომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. ახლა რაც კრიტიკულია? კრიტიკული არის ის, რომ თქვენ თუ გაქვთ უფასო, ესე იგი, უფასო იყენებთ Cloud-ს უпроსორად ამ ინსტრუმენტს ვერ გამოიყენებთ. აუცილებლად უკვე საჭიროა subscription-ი ან მაგალითად API-ის, ნუ თანხის გადახდა, ხო? API-ის კონსოლზე ასე გაჩვენებთ. ახლა მანდ ყიდვა გარკვეული თანხის შეტანა, რა ასე ვთქვათ. სამწუხაროდ უფასო ვარიანტი, რომ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი არ არსებობს და ნუ მე მაგალითად ორივე მაქვს ახლა სიმართლე რო ითქვა საექსპერიმენტოდ API-იც მაქვს და subscription-იც მაქვს.
მაგრამ რა ვიცი თუ არ გაქვთ, ნუ ვერ გამოიყენეთ ამას და ეს რა თქმა უნდა მინუსებიდან არის. იგივე ეხება, სხვათა შორის მე დამოიწყებ მე თქვა ეს ინსტრუმენტი არ აქვს მარტო კლოდს, ანუ ანთროპიკია ამ ინსტრუმენტის შექმნელი. ეს ასეთივე მსგავსი ინსტრუმენტი აქვს OpenAI-ს, ChatGPT-ს ბაზაზე, კოდექსი ქვია, ხო? თუმცა ლიდერი კლოდია ხა რეალურ დეველოპმენტში ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ და ნუ შედარება არ არის, მოკლედ რო ვთქვათ, ინსტრუმენტები უფრო მძლავრია და მოწინავე. ჯერჯერობით. შემდეგ რა იქნება, ვნახოთ, ხო? ამიტომ ეს იცვლება ერთმანეთს ეპაიქრებიან ისინი. ახლა რაც ვისაუბრეთ, ესე იგი ორი ვარიანტია, ერთი არის subscription-ი, გამოწერა თვიური რაც არის ხარჯი, ხო? მოდით ვნახოთ რა ვარიანტებია subscription. აქ pricing-ში რო შევიდეთ, ესე იგი ერთი ვარიანტია, ნუ საერთოდ უფასო, მაგრამ cloud codes ვერ ვიყენებთ, აქ საუბარია web interface-ში ან cloud desktop-ით ამის გამოყენებაზე, როგორც მახსოვს, თუმცა web interface-ზე უფრო აქცენტი. ხო, აი აქ უკვე $17-იანი ეს გეგმა უკვე გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ cloud code-ი. ხედავთ, მინიმალური არის თვეში $17. თუმცა როგორც მახსოვს, მე აქ საერთოდ წლიური გადასახადიც ჰქონდათ, უფრო შეიძლება ნაკლებიც დაждდეს, ან 17 უკვე ფასდაკლებული. მოკლედ მინიმალური subscription-ი მაინც უნდა გქონდეთ. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ ლიმიტებს გვადებს. ჩვენ ნახავთ ამ ლიმიტებზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ლიმიტები მნიშვნელოვანია აქტიური დეველოპმენტისას, თვითონ ამ რესურსების გამოყენების. და არის კიდევ $100-იანი, კიდე იქ $200-იანია და მოკლედ რამდენიმე ვარიანტი აქვს. ნუ როგორც მინიმუმ ეს მაინც საჭიროა გქონდეთ, ამიტომ თუ ახლა აქტიურად მუშაობთ დეველოპმენტში, ჩემი აზრით ეს კაპიკებია, ვინაიდან ნუ ისე გეხმარება და ისე ბუსტავთ ეს ინსტრუმენტი, რომ ნუ ნამდვილად ღირს ეს თანხა. თუ ახლა თუ საერთოდ არ გიწევთ დეველოპმენტი და საერთოდ არ გინდათ რომ აგენტმა გიწეროთ კოდი ან რაღაცა, მაშინ ეს ალბათ თქვენთვის არ არის. უბრალოდ შეიძლება გაეცნოთ ინფორმაციის დონეზე. ეს რაც შეეხება subscriptions, ხო, გამოწერით რეგისტრაციას, აქ საუბარია გამოწერით რეგისტრაციაზე, ხო? მეორე ვარიანტია კონსოლის API Cloud, ხო, აი ესე რო ვქნათ, Cloud Console-ია ესეთი პლატფორმა და მანდ ისე იგი შიგნით ჩვეულებრივად შეგიძლიათ შეხვიდეთ, მოდით მე ვეცდები ახლა შევიდეთ ჩემი აკაუნტით. აქ უკვე თვიური გადასახადი კი არ არის, არამედ არის თქვენ ესე იგი შეგიძლიათ შეიძინოთ თუნდაც $5 ეკვივალენტი შეიძინოთ, ხო? აი გამოძახები, ხო, ტოკენებია, ნახეთ ჩემი live session-ები, სადაც ხსნიდი ტოკენები რა არის და როგორ ხდება ანაზღაურება, გადახდა მოკლედ ამ რესურსების გამოყენებისას. და აი აქ ესე იგი ჩვენ სხვადასხვა ლიმიტებია, ეს ყველაფერი ნაჩვენებია სხვადასხვა მოდელებზე ვისაუბრებთ ახლა ხო twin-ზე, თავარი რაც არის და თქვენ აქვე შეგიძლიათ შეავსოთ თანხა, ნუ მიაბათ ბარათი, ახლა მე ამას არ გაჩვენეთ, აქვე არის და ჩვეულებრივ გამოიყენოთ, ხო, დაგჭირდებათ სავარაუდოდ API გასაღები, ეს თვითონ აკეთებს ხოლმე, აქ სხვადასხვა გასაღებები მაქვს, მე რომელსაც ვიყენებ, მაგრამ ესე იგი თქვენ როდესაც დადებთ თანხას, შემდეგ შეგეძლებათ ამის გამოყენება. და ეს არ არის თვიური, რამდენიც გინდა $5 დადევთ ერთ წელი თუნდაც გქონდეთ, არ არის პრობლემა. რამდენჯერ გამოიძახებთ, იმდენჯერ მოეჭრება შესაბამისად, იმდენჯერ გამოიყენებთ. შესაბამისად, აქ უბრალოდ სხვანაირი ტიპის ანაზღაურებაა. მაგრამ ახლა თუ აქტიურად მიყვებით developments, ხო, მე გირჩევდით გააკეთოთ უფრო აი ეს subscription-ი, აი ეს $7-იანი, იმიტომ რომ როდესაც აქტიურად აწყობ რაღაც კოდს, ეს აგენტი როდესაც გიკეთებს, ფიქრობს, ხარჯავს ამ ტოკენებს, ახლა იქ არ უნდა იფიქრო მუშაობისას, იქ დამრჩა თანხა ანგარიზე თუ არა, ხო? ნუ რაღაც შეგიძლიათ მოკლედ ხელს სულ იმაზე გაფიქრებინეს. ამიტომ ჯობია subscription-ი გააკეთო, იქ ახლა ლიმიტებია, თუ ამოწურე ლიმიტი გარკვეული საათების ფარგლებში, არა უშავს, ცოტა დაელოდები და შემდეგ ისევ გაიხსნება. ამას გაჩვენებთ, მაგრამ
რეალურ დეველოპმენტის დროს მე გირჩევდით გააკეთოთ subscription-ი, გამოწერა ვიდრე API-ის ყიდვა, ხო? თუ აქტიურად ესე იგი რაღაც ექსპერიმენტებს აკეთებ. თუმცა ახლა რეალური პროდუქტებისას, როდესაც მიბმა გინდათ და თქვენს პროდუქტში გინდათ გამოიყენოთ Twin-ი, მაშინ API რა თქმა უნდა აუცილებელია, ხო და მაშინ ბიუჯეტით უნდა გქონდეთ უფრო დიდი და შესაბამისად იქ ბევრი სხვა გათვლაც უნდა გქონდეთ. ამიტომ ეს ორი ვარიანტია, ერთ-ერთი გამოიყენეთ, რომელიც თქვენ უფრო გაწყობთ, ჩვენ ახლა მე გამოვიყენებ პირველს subscriptions და აქ პირველად როდესაც აი ამას აკეთებთ, თქვენ ასეთი ავტორიზაცია იქნება საჭირო, მე დავაჭერ ამ authorize ხო, აი ამ relax და წესი და რიგით უნდა შემიშვას უკვე აი დალოგინდა, როგორც ხედავთ, ხო. ამას დავხურავ, მეტი აღარ გვინდა, ხო, დავაჭიროთ enter-ს და მეტი, ხო, აი აქ გაფრთხილება სხვათა შორის, რომ Cloud Codes შეუძლია დაუშვას შეცდომები, ანუ ბოლომდე არ ენდოთ, ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენი, ესე იგი, პრომპტები და ანუ მოკლედ ყოველთვის გადაამოწმეთ პასუხები პრომპტები, რა პასუხები. დავაჭიროთ enter-ს, შემდეგი ნაბიჯია გვეკითხება ესე იგი Cloud Code-ი, მაძლე თუ არა უფლებას, აი ამ საკახალდეში ვიმუშაო, მოღვაწეობა, განვახორციელო, ხო, თუ როგორც არის და ხო, ვეთანხმებით და ეხლა ამ საკახალდეზე პირდაპირ მოთავსდა ჩვენი აი ეს Cloud Code-ი, ეს ინსტრუმენტი. ეხლა ჩვენ შევედით უკვე პირველ სივრცეში, ასე ვთქვათ და მოდით ვნახოთ რა ვარიანტებია. ნუ ჯერ ერთი მივესალმოთ, რამდენად მუშაობს, გვაინტერესებს. ხო, hi Cloud, ხო, ვთქვათ, მივესალმოთ, პირდაპირ ეხლა დაიწყებს. იგივენაირად ჩატის როგორც ჩატში ვაკეთებთ, ხო? იგივენაირად არის, აქ არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული არ არის, მაგრამ განსხვავებული რაც არის, ახლა მივხედავთ მაგას, ხო? ჩვეულებრივი იგივე ჩათვალეთ GPT ამ შემთხვევაში Cloud. პროგრამისტებისთვის სხვათა შორის უფრო რატომღაც უფრო უყვართ, მეც უფრო ვარჩევ Cloud Codes ვიდრე იგივე Codex. თუმცა ისიც კარგი, ნამდვილად კარგი ინსტრუმენტია და რამდენიმე მინუსი რომ არა, ისიც ძალიან ის იქნებოდა აქტიურად გამოყენებადი. აკლიეთ რაღაცები. მოდით ახლა ვნახოთ რა ვარიანტები გვაქვს აქ. აქ თქვენ უნდა გესმოდეთ, როდესაც კრიფავთ კითხვის ნიშანს, გამოდის სხვადასხვა შორტკატები, ხო, hotkey. ამას გამოვიყენებთ, ჩვენ ამ სათითაოდ გაჩვენებთ და ყველას თავის დანიშნულება აქვს და მნიშვნელოვანია, მაგალითად ძახილის ნიშნით მე შემიძლია სისტემის ბრძანებები გაუშვა. არა როგორც ჩატი ვესაუბრო Cloud-ს, ხო, არამედ სისტემური ბრძანება გაუშვა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია ესე დავწერო ძახილის ნიშანი, რითაც ჩავთავ რეჟიმს, რომ Linux-ის ბრძანებები გაუშვა, ოღონდ ძახილის ნიშნის შემდეგ, მაგალითად ls. ახლა macOS-ში და Linux-ში როდესაც მუშაობთ, ეს ფერადდება კიდე ლამაზად, ეს ძახილის ნიშანი, ნუ აქ Windows-ის Git bash-ში, სადაც ვარ, აი როგორც ჩანს არ არის. ls-ი შეასრულებს არა ჩატის ბრძანებას, ხო, არა ჩატს კი არ გადაუგზავნებს, არამედ შეასრულებს წესი და რიგით ამ საკახალდეში რა აი bash ხედავთ, ხო და გვაჩვენებს, რომ ამ საკახალდეში არანაირი ფაილები არ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში ძახილის ნიშნით, ხო, როდესაც ძახილის ნიშანს წერთ, ხო, მე ცოტა ცუდად დავწერ, აი ახლა გამოჩნდა. ეთყობა space-ი მქონდა დაჭერილი, შეხედეთ. ესე იგი, აი ზუსტად ეს არის, რასაც გეუბნებოდით. აი აქ, მაგალითად, სად ვიმყოფეთ PWD, ხო, აი ესეთი ბრძანება, რომელიც ჩატი კი არ ასრულებს ამას უშუალოდ თუ Twins კი არ თავს, არამედ ასრულებს სისტემის ბრძანებებს. ესე იგი, თუ Cloud Code-ში ხართ და გინდათ შექმნათ საკახალდე რაღაც სისტემური ბრძანება გაუშვათ სკრიპტით, მაშინ ძახილის ნიშანი დაწერეთ წინ და შემდეგ ის ბრძანება. ეს არ აგზავნე, არ გიხარჯავს ფულს, ტოკენებს არ წერს. ნუ, ყოველ შემთხვევაში არ მონაწილეობს Twin-ი ამაში, იმიტომ რომ სტანდარტული ოპერაციული სისტემის ბრძანებები. გავაგრძელოთ. შემდეგ კიდევ დახრილი ხაზი კრიტიკულია და აი აქ დახრილი ხაზის აკრეფის შემდეგ ჩვენ გვაქვს ბევრი ბრძანება, ჩვენ ახლა დღეს ყველას ვერ მოასწრებთ, მაგრამ ზოგიერთს ვნახავთ კრიტიკულს. ვისაუბრეთ კონტექსტებზე თავის დროზე და დანარჩენ ინსტრუმენტებზე, ამიტომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აი აქ, ესე იგი, თუ არ გაწყობთ ის რეგისტრაცია, რაც ჩვენ გავაკეთეთ, თქვა, გადაიფიქრეთ და გინდათ მეორეზე გადართოთ, აი დახრილი ხაზის და
ხაზის შემდეგ შეგიძლიათ ლოგინ ხო, რაც არის შეგიძლიათ საკრიფოთ და ისევ გაიმეოროთ რეგისტრაციის თემა ხო, რომელიც გავიარეთ, ანუ გადართვა შეიძლება შემდეგაც, ანუ ეს ამით თუ შეცდომა დავუშვი, არაფერი არ ჩავდება გადართვაში. Escape-ით გამოვდივარ და დავუბრუნდეთ ისევ ამ მენუს. ამ მენუში ნელ-ნელა ჩაუყვებით თითქმის ყველა ძალზედ აქტუალურია და მნიშვნელოვანი ბრძანება. ახლა პირველ ეტაპზე რაც ჩვენ გვინდა აქ ალბათ იქნება, მოდით სტატუსი ვნახოთ, ხო, აი ესეთი სტატუსი, გარკვეული, ამ შემთხვევაში ჩემი კონფიგურაციის სტატუსი, ახლა მოდელებზე ვისაუბრებ, ხო, რომელ მოდელთან მაქვს ურთიერთობა. თქვენ მოდელების შეცვლაც შეიძლება, ხო, და ამაზე ვისაუბრეთ, შეგიძლიათ ყოველთვის ნახოთ სტატუსში. ესე იგი, escape-ით გამოვედი ისევ და /status, ხო, აი ესე წერთ და ჩვეულებრივ გაჩვენებთ სტატუსს. მოდით ახლა გადავიდეთ მნიშვნელოვან თემაზე, რაც არის მოდელები. ავკრიფოთ მოდელები და ვნახოთ. ახლა რეკომენდირებული ბოლო რაც არის ამ მომენტისთვის გამოსული, არის Opus 4.5 ამ Anthropic-ის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მოდელი, ცოტა ფასიც დააგდეს მათი input-ი და output-ის. შესაბამისად, ის ყველაზე ჭკვიანი მოდელად პოზიციონირებს, საკმაოდ კარგი პასუხები აქვს ტესტებში და სოფლიოში წამყვანი. თუმცა არსებობს უფრო სწრაფი მოდელი Sonnet-ი, ესეც კარგი მოდელი იყო რა არის ამ მომენტშიც, რომელიც ჩამოუვარდება Opus, ნაკლები ღირს, გარკვეულ ამოცანებს არ ჭირდება ზე მოდელები, ასე ვთქვათ, და უფრო მარტივი მოდელები მისაღებია. შესაბამისად, აი Sonnet-იც 4.5 ძალიან კარგი მოდელია, მე ბევრს მუშაობ ამ მოდელის გამოყენებით, Opus-ით მუშაობ, მაგრამ უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ ძვირია, მხოლოდ რთული ამოცანებისთვის. და არის კიდე Haiku. Haiku ყველაზე light-ი, ყველაზე სწრაფი მოდელია, მაგრამ უმარტივესი ამოცანებისთვის, იმიტომ რომ ის არ არის ძლიერი, თუმცა სწრაფია მარტივი ამოცანებისთვის. შესაბამისად, თქვენ თუ მოდელის არჩევა გინდათ, უბრალოდ ჩამოწევთ ამას, დააჭერთ Enter-ს და გამოხდება გადართვა შესაბამის მოდელზე. აი ხედავთ, Claude Sonnet-ი 4.5, აი ამ წლის დამბით, ასე ვთქვათ, ხო, ამ 29 სექტემბერში იქნა ეს მოდელი გამოშვებული, ხო, ესეთი ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ. მე გადავთავ ისე Opus-ზე, ჩემია მასზე ვიმუშაო, იმიტომ რომ ნამდვილად ძლიერი მოდელია. კიდევ რაც მნიშვნელოვანია აქ პირველი ეტაპისთვის ჩვენ, აი აქ help-ი გასაგებია, ხო, ნახავთ შიგნით დამოუკიდებლად დამხმარე მატერიალები, ხო, დამხმარე მასალა. ამ MCP-ზე, memories და აი ამ თემებზე ჩვენ უფრო ღრმად ვიმუშავებთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი. ხა plan ნახეთ, ხო, აი ეს გეგმის გადართვა, აი მოდით შევიდეთ. ხო, plan კი არა და მეორე, რაც იყო ლოგინი, ხო, ლოგინი, ხო, რომელ account-ში დავლოგინდეთ, logout-ით შეგიძლიათ გამოხვიდეთ, ეს ჩვეულებრივ. სტილიც შეგიძლიათ შეცვალოთ, სხვათა შორის output style პლატა ის არ არის, რაც თქვენ გონიათ, ანუ აქ საუბარია არ არის ვიზუალურ სტილზე. აი შევედი სპეციალურად შიგნით და ვხედავთ სამ გადამხდელს, შეხედეთ default ქცევა, რაც ახლა მაქვს და მეტესილად მე ამას ვიყენებ, ხო? ესე იგი, გვეხმარება კოდინგის ამოცანების წარმატებით ორგანიზებაში და ესე იგი, გვაწვდის ახსნებსაც და response-ებს, ხო, პასუხებს. მაგრამ არსებობს კიდე სხვა სტილი output-ის. საუბარია ახსნით სტილზე და სწავლის სტილზე, ხო? ახსნის სტილი სიტყვიდან გამომდინარე Claude-ით ცდილობს აგიხსნათ იმპლემენტაცია, ხო, სხვადასხვა არჩევანის, ხო, თუ რატო გაკეთა და კოდის ბაზის პატერნებზეც ანხორციელებს ახსნას, ანუ თან გიხსნის აი ამ ყველაფერს, თუმცა პირველი default-ით ასე იქცევა უმეტესწილად, მაგრამ ნახოთ, ხო? და learning მესამე სწავლის სტილი, ასე დავარქვათ, რომელიც ავალებს Claude-ს, რომ მოახდინოს გაჩერება, კითხოს თქვენ, რამდენად გაიგეთ, დაწეროთ თქვენი პასუხი და შემდეგ, მოკლედ ეს პროცესი, ანუ გეკითხებათ, თვითონ კი შეუძლია, ესე იგი, წინასწარ პასუხი, აი ეს სხვადასხვა სტილებმა, ესე იგი, წინასწარ
აგვიხსნას გააკეთოს, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად არის. იგი ჩერდება, გეკითხება, რომ შეამოწმოს თქვენ როგორ აღიქვით ესა თუ ის, ამიტომ სწავლისთვის საკმაოდ კარგია გამოიყენეთ. ესეც გამოვედი escape-ით. ხო, აი სტილებიც ესეთია. ნუ აქ კიდე შეიძლება გადართოთო Vim-ის სტილზე, მე არ მიყვარს ეს რედაქტორი, თუმცა ბევრი იყენებს და შეგიძლიათ Vim-ის ბრძანებები, ხო, როგორც Vim-ში, ისე აი ამ სივრცეშიც გამოიყენოთ, ამიტომ შეიძლება ჩვეულებრივ გადაწიოთ, ხო? აქ upgrade-ში საუბარია განახლებაზე, თქვენი subscription-ის განახლებაზე, ხო, ნუ თუ გაქვთ $7 თქვა $100-იანზე აწიოთ ან სხვა. ამიტომ ეს upgrade-იც ეს არის. და usage ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მუშაობისას. მოდით შევიდეთ შიგნით და დავაკვირდეთ შიგნით რა ხდება. აი ახლა ჩემს subscription-ის კონტექსტში, ხო, მე რაც მაქვს, მე აი მიმდინარე სესიაში მე ლიმიტები მაქვს, შემდეგნაირად 2%-იან გამოყენებული მიმდინარე ლიმიტებიდან და ეს დარესეტდება, განახლდება, ანუ 10 საათზე, საღამოს 10 საათზე განულდება, ანუ ლიმიტებია საათობრივი. ხოლო მიმდინარე კვირას მე გამოვიყენეთ დაახლოებით 9% ჩემი ლიმიტებისა და განახლდება ეს 8 დეკემბერს. დღეს არის 6 დეკემბერი, 2 დღეში. ანუ კვირის ლიმიტებიც არის. ყველა მოდელისთვის დააკვირდით, აქ წერია ყველა მოდელისთვის. და Sonnet-ის მოდელისთვის თუ Sonnet-ს ვიყენებ, აქ საერთოდ არ გამომიყენებია 0%-ია და ნუ აქ თითქოს არ ჩანს, ხო? აი ბოლო განახლებებით გითხრეს რომ გავზარდეთ ლიმიტები და ასე შემდეგ. ამიტომ ლიმიტები გააჩნია თქვენ რომელი მოდელი გაქვთ, მოდელი არა, რომელი subscription-ი გაქვთ ნაღიდი. ეხლა ეს usage არ ეხება API-ს, როდესაც აი კონსოლში როდესაც ყიდულობთ $5, $10 ან მეც, იმიტომ რომ კონკრეტულად თანხაზეა მიმული. გამოიყენე, გაიხარჯა, გამოიყენე, გაიხარჯა. თუ გინდა ყველა ერთად გამოიყენე 1 საათის განმავლობაში, შედინება. ეს ეხება მარტო subscriptions, ანუ გამოწერით როდესაც გაქვს რეგისტრაცია ამ სისტემებში და მანდ არის საათობრივი ლიმიტები, როგორც ხედავ და არის კვირის ლიმიტები. ამიტომ აქტიური დეველოპმენტისას ეს საკმაოდ კარგად იხარჯება და $7-იანები საკმაოდ მალე იხარჯება, რო იცოდეთ. ამიტომ ძალიან ისეთი აქტიური დეველოპერი თუ ხართ ან DevOps ინჟინერი, ალბათ ნუ თუ გაქვთ საშუალება, უფრო მეტი ან სამსახურმა მეტ ლიმიტიანი, ანუ $100-იანი ან მეტი შეიძინოს, თუ ძალიან აქტიურად იყენებთ. თუმცა სავსებით საკმარისია უკვე $100-იანი, ეხლა 17-იანი, მე მაგალითად არ მყოფნის 17-იანი გარკვეული ამოცანებისთვის და ნუ ვიყენებ $100-იანს მაგალითად. ამიტომ დამოკიდებულია თქვენ სამოცანაზე, ეხლა თუ დამწყები დეველოპერი ხართ ან ჩვეულებრივი დეველოპერი ხართ, გადამკვდარი არა, ეს ლიმიტები სავსებით მისაღებია, იგივე $7-იანზე წესით უნდა ჩაეტიოთ, ხო? მე დარესეტდება რაღაც საათების შემდეგ და ისევ განულდება, ისევ აკრძალებთ, ამიტომ ზოგადად შეიძლება უკეთესიც იყოს, ცოტა შეისვენებთ მონიტორისგან, კომპიუტერისგან, მოსულიერდებით, ჩაიზდალეთ, სუთაჰაერზე გახვალ და ლიმიტი რო დარესეტდება, შემდეგ გააგრძელებთ მოღვაწეობას, ამიტომ ამ ხრივ პლუსიც არის, ამიტომ სულ რო არ იყო თამაში ჩამჯდარი. შემდეგ აქ ჩვენ ახლა ვისაუბრებთ კონკრეტულად საქმეში, ახლა ბევრი პუნქტია კიდე და ესე რთულია ახლა ჯობია ვნახოთ ეს ხო საქმეში, იმიტომ რომ ესე ლაპარაკს თეორიულად ზოგიერთ პუნქტს ვერ გაიგებთ თუ არ ნახავთ ამას, ამიტომ ნუ კონტექსტებზე არის საუბარი, კონტექსტის პანჯერას აუცილებლად გაჩვენებთ და მოდით ვნახოთ. ესე იგი არსებობს კონტექსტის პანჯერა, მე თეორიაში ავხსენი უკვე ამ ლაივ სესიები რაც გქონდა. აი ესეთი კონტექსტ თუ გავუშვებთ, აი ხა კონტექსტის პანჯერა მე თითქმის ცარიელი მაქვს, ხო? იმიტომ რომ აი აქ მაგალითად მე გამოყენებული მაქვს აი დაახლოებით აი ესე 32%, ნუ აი გარკვეული დამატებითი ფუნქციონალია კიდე ჩაგდებული. აი ეს არის მთელი ჩვენი კონტექსტის პანჯერა, რომელშიც ნორმალურად მოღვაწეობს ეს სისტემა. ხო, კონტექსტის პანჯერა თუ გადაივსება, cloud code გვეუბნება, რომ უკვე გადავსების პრობლემაა და გააკეთე მისი კომპაქტიზაცია მაგალითად, ხო? გააკეთე მისი შეკუმშვა, რომ არ მოხდეს ამ პანჯრის გადავსება. პანჯრის გადავსება კრიტიკული პრობლემაა, მე თეორიაში ეს ახსენი, იწყებს მოდელი გაშტერებას, სისულელეების ლაპარაკს და ნუ ეს არ გვაწევს. ამ შესაბამისად რაღაც ამოცანას რო აკეთებთ, ეცადეთ ეს კონტექსტის პანჯერა ბოლომდე არ შეავსოთ. როგორც კი ეს პანჯერა შეივსება, შემდეგ არის ნუ რამდენიმე ტექნიკა ან
გავანულოთ ეს, ან გავაკეთოთ ამის დაჯამება და ახალი პანჯერა გავხსნათ, ახალი სესია გავხსნათ და იქ გადმოვიტანოთ დაჯამებული ინფორმაცია. ნუ მოკლედ ამაზე საქმეზე რომ მივა ვისაუბრეთ. მოდით ახლა რამე დავაწერიო თვითონ ამ Cloud Codes, იმიტომ რომ ასე თეორიულად ლაპარაკი ნამდვილად არ არის ისეთი ინფორმატიული. მე მაგალითად რამე მარტივ პროგრამას დავაწერინებდი, პირდაპირ ახლა გავაკეთოთ write simple modern UI for currency exchanges based on აი ეროვნული ბანკის ის მივცეთ ხო რას ვთქვით ეროვნული კურსები ხო აქვთ ესეთი ეროვნული გაცვლითი კურსები ხო აგერ არის ეს პირდაპირ ვაკოპირებ მე ამ ლინკს და ვეუბნები რომ ამის ბაზაზე მე გამიკეთოს თანამედროვე user interface-ი on მოდით web UI დავწეროთ მაინც web UI for currency exchange. ხო, ნუ მოკლედ დამიწეროს ესეთი ლამაზი თანამედროვე web აპლიკაცია არ ვერ დაირქმევა ალბათ, მაგრამ ნუ იყოს აპლიკაცია, რომელიც არის ამ კურსების, მიმდინარე კურსების ბაზაზე. აი გავუშვათ enter-ით დავაჭიროთ და პირდაპირ იწყებს ახლა ჩვენი აგენტი იწყებს ხოთა შორის აქ მოღვაწეობას და აი მეკითხება რომ მაძლევ უფლებას რომ fetch-ი მოვახდინო რომ ნუ წავიდეს მოკლედ აი ამ web გვერდზე და წამოიღოს ეს ინფორმაცია, დაძებნოს ამ გვერდზე რა ინფორმაცია არის. აქ სამი ვარიანტია, ერთი არის ვეთანხმებით, მეორე არის ვეთანხმებით და მეტი აღარ მკითხო ამ საიტისთვის. მესამე არის არა და თქვენი ვარიანტი თქვა და არა სხვა რამე გააკეთე, შეგიძლიათ მიწეროთ, ხო? სამივეს აქტიურად ვიყენებ, პირადად მე სიტუაციაზეა დამოკიდებული, ოღონდ ფრთხილად იყავით მეორესთან მაინც ყურადღებით, რომ ზედმეტი უფლებები არ მიცეთ, ხო? დავაჭიროთ ეს, ვაძლევ უფლებას, წავიდეს, წაიკითხოს მანდ რა ხდება ჩემმა აგენტმა, ნუ კლოდის აგენტმა ამ შემთხვევაში და იწყება პროცესი, ხო, აი მეუნება რომ ვნახე რაღაცა API endpoint-ები რომელიც დაეხმარება აი თანამედროვე currency exchange UI გააკეთოს ხო აი ესეთი UI. ნუ ფაქტიურად მე კოდს არ ვწერ, დააკვირდით, მე ველოდები ამ აგენტის მოღვაწეობას და ნებისმიერ საკმაოდ რთულ ამოცანებს წყვეტს. ახლა მარტო ერთი აგენტით არა, ბევრი აგენტით ვაკეთებ უკვე პირადად მე სხვადასხვა ამოცანებს და სხვათა შორის საკმაოდ გაიზარდა ჩემი დაიბუსტა ჩემი სამუშაოების შესრულების რაოდენობა, ხო? იმიტომ რომ რუტინულ ბევრ საქმეს ვავალებ უკვე ამ აგენტებს. მოდით ნახოთ, ახლა იწყება წერს უკვე კოდს, ხო? აი structure, HTML structure with modern styling, ხო? ეს წესით უნდა გამოჩნდეს ამ საკხალდეში ჯერჯერობით არ ჩანს, იმიტომ რომ ჯერ კოდის წერის ეტაპზეა, ახლა მეტყვის რომ შევქნა თუ აი შეხედეთ კოდი დაწერა. ახლა თუნდაც ეს კოდი ჩვენ რო გვეწერა, ნუ შეიძლება framework-ით გამოვიყენო და copy paste-ო, მაგრამ უფრო მეტი დრო დაგჭირდება. ამან ახლა გააკეთა ეს დაწერა მთლიანად HTML დოკუმენტია და მეკითხება შევინახო თუ არა, მაძლევ თუ არა უფლებას რომ შევინახო ეს ფაილი აქ. ისევ და ისევ კი ან კი და აღარ მკითხო ამ სესიის განმავლობაში და მესამე ვარიანტი სხვა, ხო? აი აქ ცოტა აი მაინც ეთყობა რომ Windows-ში მუშაობ. Okay, yes, დავაჭიროთ. ახლა შეიქმნება ეს დოკუმენტი, ვხედავთ, აი ეგერ არის ეს დოკუმენტი შეიქმნა და ვნახოთ რას მეტყვის, კიდევ ველოდებით, სანამ ამას შევამოწმებთ, ველოდებით აგენტის მუშაობის დასრულებას. დააკვირდით, აქ მუშაობისას იწერებოდა, კიდევ ვეღარ მოასწარით ჩვენება, იწერებოდა ტოკენები, რამდენი გაიხარჯა და აი აქ მეუნება რა სამუშაოები გაკეთდა და აი created შევქმენი ეს და ეს აი გაცვლითი კურსების ეს აპლიკაცია ამ index.html ფაილში, რომელიც შეიცავს კონვერტერებს, ხო, ორი სხვადასხვა ვალუტას შორის, ხო, გადართვის swap-ის ღილაკს. ახლა ამას ყველაფერს ვნახავთ ვიზუალურად, აი იმდენი რაღაცა გააკეთა. ნუ რამდენი დრო დაჭირდა, ხო, 5 წუთი მაქსიმუმ ისიც არა. მოდით ნახოთ, ახლა მე ამას გავუშვებ აი Chrome-ში და აი ხედავთ, აი ეს მან დაწერა.
ახლა მე მაგალითად არ ვარ ფრონტენდის ტიპი, ასე ვთქვათ, მე ამის ასეთი რაღაცების დასაწერად ძალიან, დიდი დრო დამჭირდებოდა და გამიჭირდებოდა პირდაპირ, რომ ვთქვათ, ეს წამოღებულია თან ეს კურსი, წამოღებულია ეროვნული ბანკის გაცვლითი აჩვენებლებიდან, ასე ვთქვათ, 6 დეკემბრის ჩათვლით, ხო, და აქ აი ესე გავაკეთოთ ერთი, აი შეხედეთ, გადართვაც გააკეთე 30 ცენტი, მოდით ვნახოთ 100 ლარში რამდენი გვაქვს 37 დოლარი მოდის, ხო? აი აქ მაგალითად არ გვაწყობს USD, ავიღოთ სხვა რამე, რა ვიცი, რომელი ავიღოთ ევრო, სად არის? აი ევრო მაგალითად, ხო? 100 ლარში 31 ევრო მოდის და პირიქით, ხო? 100 ევროში 314 ლარი. სხვა კურსებიც აი აქ ჩანს, ძალიან შვენივრად ჩანს თან და რა ვიცი, აი შეხედეთ. მოდით ახლა კიდევ ჩვენს აგენტს რამე სხვა დავავალოთ, აი ამას დროებით იყოს აი აქვე დავწერ. ხო, ძალიან შეიძლება ღია ფერისაა, მოდით უთხრათ, რომ დაამატე add dark theme and switch button to it. Switch button. წესით ეყოფა, გავუშვათ. შავ თემასაც დავამატებინებ, მარტო ღია ფერის რო არ იყოს და დაიწყო მოღვაწეობა. ახლა ამ ფაილს აიღებს, აი შეხედეთ, აიღო ეს ფაილი index.html დოკუმენტში. ესე იგი ამ ცვლილებებს გვთავაზობს, გვეუბნება, საკმაოდ სტილების ის არის შეცვლა, ვეთანხმებით, კი ბატონო, შემიცვალე და ნახოთ კიდევ რას დაამატებს. წესით კიდევ ღილაკი უნდა დაამატოს. ხო, აი აქ ამატებს toggle, ხო, აგერ არის index.html-ში შემდეგი ეტაპი. დავაჭიროთ ეს, კი ბატონო, აქ ახლა ამის კითხვაც შეგიძლიათ, ყურადღებით იყავით უბრალოდ ახლა production ტიპის სისტემებში რაღაცებზე მეტად თუ ამატებს, წაიკითხეთ ის და უნდა გესმოდეთ, რას ამატებს. ახლა ისე არ არის, რომ საერთოდ 0-დან წარმოადგენა არ ქონდეთ და ესე ყველაფერს ეთანხმოთ, ხო? ამიტომ საფრთხილოა რეალურ მუშა სისტემებთან. მაინც თავისთავად თემა უნდა გესმოდეთ, ვინაიდან ამის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. შეცდომების გამომიჭერია პირადად მე, სისულელეებზე გამომიჭერია, ამიტომ ოპტიმალური კომბინაცია არის მაშინ, როდესაც თქვენს გესმით თემა და ამასაც იყენებთ. ხო, აქ კიდევ დაამატა რაღაცეები, ხო, აი აქ ფუნქციას ამატებს, მოკლედ ვეთანხმები, ჩვენ ახლა არაფერი ისეთ კრიტიკული არ გვაქვს, სავარჯიშო მომენტები. აქ მე შემეძლო თავიდანვე დავთანხმებულიყავი, რომ ყველაფერზე თანახმოვარ წინსწრებით, თვითონ იმუშავებდა. ესე იგი, რა გავაკეთეო, დავამატე ღილაკი გადამრთველი, შავი თემა, ხო, ბნელი თემა როგორც არის და ესე იგი, რასაც აირჩევო, იმას შეინახავს local storage-ში, ანუ user-ი რასაც აირჩევს, იმას იმახსოვრებს, ესეთი რაღაც. თუმცა მე ეს არ მithოვია, მაგალითად, ეს უკვე ზედმეტობაა, მაგალითად, შეიძლება პირიქით ავნოს, ხო, ზედმეტ ფუნქციონალს ამატებს კიდე, ის მიყვება თავისი გაგებით, ასე ვთქვათ, რა უნდა იყოს სტანდარტულად, ხო? და ასე შემდეგ, აი system detect-იაც რაღაც მაგალითად ოპერაციული სისტემის ძირითადი სტილი, რომელიც არის, იმის მიხედვით გააკეთებს დეტექციას, ხო, თუ შავია, შავად გამოაჩენს, თუ თეთრია, თეთრად. სისტემური კონფიგურაციების მხრივ. აქ არაფერი არ შეცვლილა, დავარეფრეშოთ, ხო, ამ ფაილშია მთელი ცვლილებები, მოდით გავანახლოთ აი აქ. და რას ხედავთ უკვე თემა განახდა, აქ იდეალური არ არის, რაღაცეები შავად ჩანს, ამას ახლა მივხედავთ და გაჩვენებთ ამის ფიქსი როგორ უნდა გავაკეთოთ. დანარჩენი თითქოს ნორმალურია, ქვევით რაღაცა data source-ით დაუსვია ყოჩახ. ხო, rates, ხო, მხოლოდ ინფორმაციული დანიშნულებით გამოვიყენოთ. აქ ახლა მღილაკს თუ ვაჭერ, მოხდა გადართვა ღია თემაზე. მშვენიერი, შეხედეთ, რამდენი წუთი დავახარჯეთ, ხო? აი ამ აგენტმა ესე ძალიან ეფექტურად დაგვეხმარა. ახლა მე რაც არ მომწონს პირადად არის ის, რომ აი აქ გადამრთველები შეხედეთ როგორ შავად ჩანს და არ იკითხება, ხო? ანუ ეს აშკარად პრობლემაა. და მე გამოვიყენებ ამისთვის screenshots გავაკეთებ, ხო, აი screenshots. დავამახსოვრებ ბუფერში და პირდაპირ ჩაუგდებ ბუფერში, აი აქ წესით და რიგით. სხვათა შორის, ხო, Mac-ში ეს არის command V, აქ რამდენად აი Windows-ში შეიძლება არ გამოგვივიდეს ის იმ ღილაკების კომბინაცია. მოდით თავიდან გავაკეთებ. არა, გათიშოთ თავიდან. ხო. ახლავე მოვაგვარებთ ამას.
შეიძლება ფაილად დამახსოვრება და მითითება ამასაც გაჩვენეთ, მაგრამ მე მინდა ბუფერიდან რო იყოს, ეს არის alt d, ხო, alt ღილაკი და v. v ასობგერა, v ასობგერო უბრალოდ, ხო? და ხო, კონტროლით არა, მე კონტროლით მახსოვდა, ნუ არა, ყოველ შემთხვევაში და აქ ესე იგი ჩავაგდე ბუფერიდან პირდაპირ, რო არ შემენახა დესკტოპზე ან რაღაცა ეს ფაილი. და ვეუბნები რომ please change an მაგალითად currency names are not visible please visible in the dark theme sad არ ჩანს ხო არ არის კარგად არ ჩანს კარგად ეს წარწერები please fix it ხო რომ ვეუბნები რომ აგერ გაძლევ screenshots ამასში თვითონ ჩაიხედება ჩვენი დამატებითი ოპერირება საჭირო არ არის და აუხსენეთ კონტექსტი ხო და აი იპოვა აი პირდაპირ მე ვხედავ ვიპოვე რაშიც არის საქმე და ასე შემდეგ თან აქ ცოტა გვიხსნის გვეუბნება რა უნდა ჩავასწოროთ ვეთანხმებით ამ ჩასწორებას ახლა ამასაც ჩაასწორებს და ეს ბაგიც დაფიქსავს მოკლედ ამ ბაგსაც ეს მზად არის განვაახლოთ აი ხედავთ ხო აი თუმცა მეორე მხრივ დააკვირდით როგორ მუშაობს ესე იგი მეორე მხრივ ეს თეთრიველი გახადა შავად ახლა პრინციპში აქ მე მაწყობს ეს შავათაც რო იყოს ეს შიდაველიც მაგრამ იმის თქვა მინდა რომ როდესაც მე ერთ ბრძანებას ვაძლევ და რაღაცის გასწორება მინდა სხვა რაღაცა შეიძლება დააზიე გააფუჭოს ამ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ეს როგორც გაფუჭება არ ჩანდეს იმიტომ რომ გვაწყობს ასე უფრო თუმცა ყურადღებით იყავით რეალურ სისტემებთან სადაც ერთი კი გასწორა სხვა დააზიანა იმიტომ რომ თან ვალუცინირებს თან თავისას ამატებს რასაც არ ვთხოვდით ანუ ეს მომენტი არის ამიტომ თქვენ ძალიან კაცრად უნდა იცოდეთ რა გინდა და რო არ გაგექცეთ ეს ვაჟბატონიას მოდით კიდე მე ახლა გავაკეთებ აი ამის ცვლილებასაც აი ვეტყვი რომ ეს ღილაკი alt v please change color to change color change text color and symbols color to რა ვიცი white ხო სიმბოლოები რო იყოს თეთრად აქაც რო ჩანდეს უფრო იკითხებოდეს ხო ну ამასაც გააკეთებს ახლა აქაც არაფერი განსაკუთრებული მისთვის არ არის ერთი სვლადი ახლა ჩემთვის მაგალითად როგორც არა ну არ ვარ ფრონტენდის ტიპი ამის კეთება არის ძალიან ისეთი დროს დავგარგავ დიდ და ისე კარგად ვერ გავაკეთებ როგორც ეს სისტემა აკეთებს და რეალურად აი შეხედეთ რამდენ წამებს ანდომებს ამას ყველაფერს და მისწრებაა ნამდვილად ეს ეხება არა მარტო ფრონტენდის მხარეს ახლა ჩვენ სერიოზულ კოდებსაც წერთ სამსახურში მაგალითად იგივე DevOps ამოცანებში და საკმაოდ დიდ არქიტექტურებში საკმაოდ მე გვეხმარება ხო ისეთ თემებში რაც რუტინულია ხა რაც სპეციფიურია და მოითხოვს ნამდვილად პროფესიონალის თვალს იქ ჯერჯერობით მაინც არ არის ისეთი დახვეწილი და უფრო ჰიბრიდული მუშაობა ასე ვთქვათ. ახლა რა არის მთავარი აქ? უნდა გესმოდეთ რა რომ ეს ყველაფერი რომ გავაკეთეთ კონტექსტის პანჯერაში შევიდეთ კონტექსტის პანჯერაში და ვხედავთ აი ის ფერი რაც არის ეს ფაქტიურად ამ აგენტის მიერ გამოყენებული მეხსიერებაა და ფაქტიურად ნუ რაღაცა პროცენტი დავხარჯეთ. ჩვენ ამ მოდელებში ჯერჯერობით გვაძლევენ 200,000 ტოკენს კონტექსტის პანჯერაში და უკვე მე შევსებული მაქვს 38%. ახლა ეს სხვათა შორის გასარკვევია რა ამ დაიკავა ამდენი, იმიტომ რომ macOS-ში და Linux-ში ესენიც ხელმისაწვდომია 22% რაღაცას აქვს დაკავებული ამას დავაზუსტეთ ცალკე. თუმცა ჩვენთვის ახლა არ არის კრიტიკული კონტექსტის პანჯერა საკმაოდ დიდი გვაქვს ჯერ კიდევ რეალურ ამოცანებში ეს თქვენ წარმოიდგინეთ არასაკმარისი ხდება დიდ პროექტებში და გვიწევს კომპაქტიზაცია. მოდით რამეს კიდე დავავალებ ახლა მე. აქ რა გავაკეთოთ? მოდით აი მარჯვნივ აი აქ დავამატოთ სვეტი რომელიც საქართველოს ქალაქების ამინდებს გაწერს თქვათ ხო? აი ესეთი რაღაცას გავაკეთოთ. Add column in the right. ფოტოშორის მე ინგლისურად წერ, მაგრამ თქვენ ხელს არავინ არ გიშლით სხვა ენაზე წეროთ, თუ კარგად იცით, ну ქართულზე უფრო უჭირს, არ არის იმ ინდონეზე გაწყვნილი, თუმცა უმჯობესდება დღითი დღე, ასე ვთქვათ. და თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ მე თეორიაში ვთქვი, რომ ინგლისურზე არის ესენი გაწვრილი და ნაკლებ ტოკენს შეგიჭამთ. ანუ
ანუ ეს უნდა გესმოდეთ თუ ესე იგი თანხაზე ესაუბარი ჯობია მაინც ინგლისურად წეროთ ამ სისტემებთან და რომ ამ ენაზეა ძირითადად გაწვრთნილი მაგრამ არ უჭირს სხვა ენებშიც ესეც უნდა ითქვას იდეალურად ინგლისურს ფლობს ესე იგი დავამატოთ სვეტი margin with weather forecast for Georgian cities აი მაგალითად თბილისი, ბათუმი, ქუთაისი ვთქვათ, ну საკმარისია ნახოთ სხვა ქალაქებიც შეიძლება და დავამატებთ ახლა მარჯნი ესე იგი წავიდა დასაძებნად იმიტომ რომ ახლა თვითონ რა იცის თბილისში ან ქუთაისში რა მინდია და მჭირდება web search tool-ი დააკვირდით ინსტრუმენტს იყენებს აგენტი ესე იგი აგენტები რატო არის ძლიერები იმიტომ რომ შეუძლია გამოიყენოს ინსტრუმენტი ეს ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ინტერნეტში ძებნა შეიძლება იყოს ბანალური კალკულატორი ბევრი რაღაცა შეიძლება ბაზასთან მუშაობა და ასე შემდეგ ამ შემთხვევაში მეკითხება მაძლევ უფლებას რომ გამოიყენო web search ხო ინტერნეტში ძებნის ინსტრუმენტი სადაც იქნება უფასო API რომელიც არ მოითხოვს რეგისტრაციას და თანხას რათა წამოიღოს ამინდის თემები ხო ვაძლევ უფლებას წავიდეს ჩვენი აგენტი და დაძებნოს ინტერნეტში აი ეს ამ ქალაქებზე მოკლედ ამინდის პროგნოზი ხო საბოლოო ჯამში თქვენ უბრალოდ უნდა სტილია სხვა მუშაობის სტილია სხვა რა თქმა უნდა ახლა პრიმიტიულ ამოცანებზე ეს ყველაფერი იდეალურად ჩანს მაგრამ რთულ ამოცანებზე ნუ თავისი სისუსტეები აქვს ესე არ არის რომ ყველაფერს აკეთებს ხო ამიტომ თქვენ იცვლება მიდგომა ფაქტიურად თქვენ ხელმძღვანელობთ საკმაოდ ძლიერ სპეციალისტს რომელიც აკეთებს ამა თუ იმ ოპერაციას რაც თქვენ დაავალეთ აბა რას გვეუბნება ესე იგი რაღაცა იპოვა open meteo API არც ვიცოდი და რაღაცებს ამატებს აქ ჯერით იცვლის ძირითად გვერდს ალბათ მე ვთხოვოთ რომ ცალკე CSS ფაილად გაიტანოს სტილები იმიტომ რომ ეს არ არის კარგი სტილი ერთ ფაილში ჩაყრა ხო ნუ ამას მე მივხედავთ გავუშვათ და ველოდებით სანამ აწყობს აი დააკვირდით აქ ტოკენებს როგორ ჭამს აი ეს თან მოძრაობს ეს ხო ტოკენები აქ ფაქტიურად ამაში ვიხდით თანხას კიდევ ამატებს გარკვეულ სტილებს კი ბატონო აი ყო ავიდა 1200 ტოკენზე აქ ამატებს უკვე layout-ს კი ბატონო ესეც დავეთანხმოთ და ეს ახლა მე რაც თქვი და რასაც გაჩვენებთ არასავალდებელო მაინც HTML-ზე და CSS ჩვეულებრივ Python-ზე, სხვა ენებზე, Java-ზე, რა ვიცი, ნებისმიერი, თითქმის ნებისმიერი, რაზეც გაწვრთნილია. ხო, ამიტომ აქ შეზღუდვა როგორც ესეთი არა. ჩვენ მე Terraform-ში ვიყენებ, Amazon-ზე ვიყენებ, რა ვიცი, Python-ზე და სხვა Groovy და ესეთი რაღაც ენები, რომელიც ნაკლებად შეიძლება ვიცოდე და ეს სისტემა მეხმარება. ხო, გავუშვათ. კიდევ ვეთანხმდით. აქ ახლა ჯობდა მე ალბათ ყველაფერს დავთანხმებულიყავი, რომ ავტომატურად გაიგეთებია. კი ბატონო, შემოიტანა რა დავამატეო, ესე იგი თბილისისთვის და ამ ქალაქებისთვის პირდაპირ live weather, ძალიან კარგი. აიკონებით შემოუტანია სილამაზისთვის, ძალიან კარგი და ასე შემდეგ. მოდით ნახოთ ვიზუალურად ახლა ლაპარაკს. და შეხედეთ რა ლამაზად გააკეთა ეს სვეტიც. ხო, მშვენიერი, ძალიან კარგი. კი ბატონო, ახლა მოდით კიდევ ერთი მომენტი ვნახოთ, აი თქვათ, გვინდა, ნუ თეთრიც გააკეთა სტილები, შეხედეთ, ანუ ღია ფერზეც ჩვენურად გადაიტანა თავისი აიკონებით, ხო? ძალიან ლამაზად გააკეთა პრინციპში ეს. მოდით რა გავაკეთოთ ახლა? მე მინდა დავამატო, ესე იგი აი ისტორია, თქვათ, კურსის ცვლილების ისტორია. თქვათ, აბა ცოტა რთული ამოცანა. add currency history graph currency changes history graph for last month. Add in the
მოდით სად გავაკეთოთ იზეთ between ესე currency converters და all exchange rate-ებს შორის აქ რო იყოს ესეთი გრაფიკი and between currency converter and all exchange rates blocks. Ну, ინგლისურად შეიძლება გადასარევად არ წერო, მაგრამ თვითონ ხვდება აქ არ აქვს მნიშვნელობა. შექსპირისეული ინგლისური არ ჭირდება. რო გესმოდეთ, კონტექსტი ხდება საკმაოდ ჭკვიანი ამისთვის, ამიტომ ამაზე შეგიძლიათ არ მასკნათ. აღარ იცვალოთ. შესაბამისად, ეხლა მე ვამატებ კიდე ერთ ფუნქციონალს, აი აქ უნდა გაჩნდეს ერთგვარი გრაფი ცვლილებების, ვალუტის ცვლილებების გრაფი, რომელიც თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. მოდით აქ მე დავეთანხმები ყველაფერს, ამ სესიის განმავლობაში, yes, და აღარ მკითხავს ყველა ნაბიჯზე შევიტანოთ თუ არა ცვლილება. ჩვენ შემთხვევაში ეს დასაშვებია, იმიტომ რომ არაფერი კრიტიკული აქ არ არის, ბაზები არ არის, წაშლა და რაღაცები ასეთი production სისტემები არ არის, ამიტომ ხო, აი აქ დააკვირდეთ, კიდე ერთი მომენტია, როდესაც ავტომატური დადასტურება არის ჩართული, აქ ისპრათ შეიღებება ეს შეტყობინება, ხო, accept edits on. იქ არის კიდე დაგეგმარების planning-ი, ასე ვთქვა, დაგეგმარების უნარი, ხო, გაჩვენებთ ახლა როგორ ჩავთვით. ფოტოშორის ახლა მე მაქვს სტანდარტული მოდელი გამოყენებული, არ მაქვს გამოყენებული ფიქრის მოდელი, ამასაც გაჩვენებთ. მოდით ჯერ დაველოდოთ პასუხს. ხო, აი გააკეთა, ძალიან კარგი, ვნახოთ აბა რა მოიმოქმედა და შეხედეთ როგორი რაღაცა გააკეთა. იგი დოლარი ლართან მიმართებაში საკმაოდ დაეცა ბოლო თვის განმავლობაში, მოდით ვნახოთ ევრო. ევრო ესე მოძრაობს, ხო, ცოტა მოიმატა ევრომ, ხო, და აბა იაპონური იენა ვნახოთ და ასე შემდეგ, შეხედეთ, ნუ იდეალურად, ფაქტიურად განსაზღვრა ეს ყველაფერი. მოდით ახლა გავაკეთოთ შემდეგი რამ. ესე იგი, ვთქვათ, ჩვენ გვინდა მსგავსი პროექტი გავაკეთოთ on დაგეგმარებით, შეხედეთ რა შეასაკ. ესე იგი, აქ თუ მე შევხედავ კონტექსტს, აქ კიდევ შეივსებოდა, შეხედეთ, უკვე კონტექსტი გვაქვს 52% გამოყენებული, უკვე პრინციპში საკმაოდ არის, ეცადეთ ძალიან, ну, როგორც რეკომენდაციები მე რაც მოსვენილი მაქვს 50-ის პარაგრაფში მე ჩამოაგდეთ. ну, ახლა ესე იგი, კონტექსტი როდესაც ივსება, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი რამ. ზოგჯერ თვითონ არ ნახავს, რომ კონტექსტი შევსებულია და გააკეთე მისი შეკუმშვა. ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ კომპაქტირება, რა შევა წინამორბედ მთელ ნასაუბრებს ჩატით, ხო, რაც არის ამ სესიაში დააჯამებს და გავაკეთებს შეკუმშვას. შინაარს დატოვებს მარტო. კომპაქტიზაცია, ესე იგი, მნიშვნელოვანი მომენტია აქ, ახლა იდეალურად ესეც შეიძლება არ მუშაოს, მაგრამ ძალზედ ვეხმარება პირადად მე, როდესაც კონტექსტი მევსება ძალიან რთულ ამოცანებში და კომპაქტიზაციის დროს ნახავთ ეფექტზე. გააკეთებს დაჯამებას მთელი ჩვენი სესიის ისტორიის და კონტექსტის პანჯერა უფრო გამოგვინთავისუფლდება. დაველოდოთ ცოტათი. მე აქ სხვათა შორის გავაკეთებ კიდე ერთ საკხალდეს, სანამ ეს მოდელი მუშაობს და მოდით აქ გავაკეთოთ new up. ასე დავარქმევ. და მასში გავაკეთებ მსგავს ამოცანას და ვნახოთ დაგეგმარებით როგორ გააკეთებს ის. იმიტომ რომ ახლა რასაც ვაკეთებთ არის სტანდარტული რეჟიმი, ფიქრის რეჟიმიც არ მაქვს ჩართული და თითო ჯერზე, ესე იგი, მე ვაწვდი ინფორმაციას. თუმცა დაგეგმარების რეჟიმიც არის და მივიდეთ აქამდე. ჯერ გააკეთოს ეს კომპაქტიზაცია. ხო, ამას ცოტა დრო ჭირდება, თუ კონტექსტი საკმაოდ ბევრი გაქვთ გამოყენებული, კიდევ უფრო მეტი დრო ჭირდება, მაგრამ ესეც ფასიანია სხვათა შორის, ეს ყველაფერი, ახლა რა ოპერაციებსაც ვაკეთებ, ის იმ ტვინის რესურსები იხარჯება, ტოკენები იხარჯება, რაშიც ვიხდით.
ამიტომ როდესაც გითხარით რომ API არ გამოიყენოთ თუ საექსპერიმენტოდ გინდათ ეგ კონსოლიდან ნაყიდის ლიმიტირებული თანხით მალე გაგიხარჯებათ ამიტომ ოპტიმალური არის ეს subscription ხო და გააკეთა კომპაქტიზაციის შემდეგ ჩვენ კონტექსტში თუ ჩავიხედებით დავინახავთ შეხედეთ დაიყვანა ფაქტიურად 50 რაღაციდან აი ეს არის გამოყენებული გაასუფთავა ანუ წინამორბედი ისტორია შეკუმშა ხო კიდევ აი აქ უნდა გვესმოდეს ესე იგი ორჯერ escapes თუ დააწვევით ხო ორჯერ escapes წინამორბედი ბრძანებების ისტორიას დაინახავთ ხო აი შეგიძლიათ ამ ბრძანებებში იხტუნავთ აი ცუდი არის ის რომ აი Windows-ის აი ამ სივრცეში მაინც აი რაღაცა ესენი ბაგები ვითარია ახლა Mac-ში Linux-ში ეს საერთოდ არ არის თუმცა ეს არ არის ხალ კრიტიკული თემა ხო ანუ ორჯერ escape-ით გადავდივართ მენუში სადაც შეგვიძლია გადავხდეთ სასურველ პუნქტში ეს rewind ნიშნავს რაღაც მოდით გავაკეთოთ უცებ და მივხვდებით add hello world title in the top of page at the top of page title at the top of page სისულელეს ვაკეთებ ახლა ნუ იდეურად სისულელეს მაგრამ გაჩვენებთ სამაგიეროდ უკან როგორ გადავახევთ ეხლა ეს ვინაიდან დათანხმებები ჩართული მაქვს აღარც მეკითხება იქ დავამატო არ დავამატო თვითონ ამატებ შეხედეთ ხო აი დავამატეო ნუ ტრივიალური რაღაცა ახლა აქ რო განვაახლო ეს ხო შეხედეთ hello world-ი დაამატე. ნუ ეს ვიცით უკვე მივხვდით რომ ამას მით უმეტეს გააკეთებ, მაგრამ არ მომეწონა ბოლო ცვლილება, ან რამდენიმე ცვლილება. როგორ შეიძლება დავაბრუნო? ძალიან მარტივად. დახრილი ხაზი, ან ორჯერ escape-ით, ან წერთ rewind. checkpoint-ები აქვს და გადაახვევა მოახდინება. ვეუნებით რომ აი მთელი ისტორია, ესე კონტექსტის ნახვა, კომპაქტიზაცია, რაც მანამდე გავაკეთე, მთელი ისტორია ჩანს. აგერ არის ბოლო ჩემი ბრძანება, რაც გავეცი ამ სისტემაზე. გადავედი ამ ბრძანებაზე, დავაჭირე enter-ს და მეკითხება აღვადგინო წინა კოდი და conversation-ი, ანუ საუბრის წერტილი, სადაც ვიყავით, ან უბრალოდ აღადგინე საუბრის წერტილი, სადაც იყავი, კოდი დატოვე როგორც არის, ან უბრალოდ კოდი აღადგინე, ხო? ან cancel-ი, ასე ვთქვათ, აიკიდე, ხო, უხეშად რო ვთქვათ. მოდით აღვადგინოთ ყველაფერი, პირველი დავაჭიროთ enter-ს. და აი ახლა ხდება ამის გადახვევა, უკვე გააკეთა პრინციპში, აქ მე თუ გადმოვალ და დავარეფრეშებ, გაქრა ის კოდი, ხედავთ? ანუ თუ რაღაც არასასურველი ცვლილება მოახდინეთ, მისი უკან გადახვევა შესაძლებელია rewind-ით. და აი აქ პირდაპირ გვაჩვენებს კიდევაც აი ეს იმ ბრძანებას, რომელიც ბოლოს გავუშვით. თუ გინდათ ისევ გავუშვით, თუ გინდათ უბრალოდ წაშალეთ, ანუ ბრძანების გარეშე შეიძლება უბრალოდ კოდის აღდგენა, ამიტომ rewind გვეხმარება ამაში. ძალიან კარგი, ახლა მოდით შევადაროთ ფიქრითი რეჟიმი, არაფიქრით რეჟიმს. ახლა მე აქ მოდით აქედან გამოვალ, რამდენიმე ვარიანტია, შეგიძლიათ დაწეროთ exit-ი, ან quit-ი, ან ორჯერ control-c, control-c-ი გამოდის ეს მოკლედ, ხო? და მე შევალ ახლა იმ საკხალდეში, აქ გავუშვებ close. ისე პარალელურად შეიძლება კლოდების გაშვება, მე ბევრი მაქვს ხოლმე სხვადასხვა საკხალდეში გაშვებული. კონტექსტი თუ სხვადასხვა აქვს ამ საკხალდეებს, იმიტომ რომ ერთი კონტექსტში თუა, ნუ როგორც წესი ერთი საკმარისი. და მე მინდა გავაკეთო ახლა იგივენაირი აპლიკაცია, ოღონ დაგეგმოს და ფიქრის რეჟიმით ჩავთვალოთ. შეხედეთ, პირველ რიგში ფიქრის რეჟიმი როგორ ირთვება. ესე იგი, ფიქრის რეჟიმი ირთვება უბრალოდ tabs თუ დავაჭირ, დააკვირდით, დავაჭირე tabs thinking on, ჩაირთო ფიქრის, ანუ მე დროს ხარჯავს საფიქრელად, უკეთესი შედეგია შესაბამისად. გარდა ამისა, მე მინდა ასევე ჩავურთო არა მარტო ფიქრის, არამედ დაგეგმარების რეჟიმი. ესე იგი, დაგეგმარების რეჟიმი არის shift tab-ი ერთხელ, ეს რთავს ყველაფრის დასტურს და shift tab-ი მეორეჯერ, ორჯერ უნდა გავაკეთოთ და plan mode on. დაგეგმარების რეჟიმი ჩაირთო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მე ახლა თუ დავწერ ისევ მოთხოვ მსგავსი აპლიკაციის შექმნას, მაგალითად create modern web UI for currency exchange rates
based on Sadaris Erunuli Bankis based on paste ხო აი ეს S1 კიდე რა მინდა add in the right column live weather for Tbilisi, Batumi, Kutaisi. Add last month changes graph for currencies. ხო, აი ეს. ნუ ჩემი ტექნიკური დავალება მივეცი, მოკლედ რო თქვა, მარტივია, ასე ვთქვათ. დავაჭირე enter-ს, ახლა უყურეთ რაშია საქმე. პირდაპირ ის მუშაობას არ იწყებს, ის იწყებს ჯერ გეგმის შედგენას. იგივე ამოცანა, ფაქტიურად იგივე ამოცანა დავავალეთ, რაც ფიქრის გარეშე სტანდარტული ურთიერთქმედებით გავაკეთებიეთ კლოდს. ახლა გვეკითხება, ნუ ეს როდესაც თულები არის, ხო, როდესაც გარეთ გასვლა საჭირო და ასე შემდეგ, ინსტრუმენტების გამოყენება საჭირო, მაინც გვეკითხება, აქ ვითანხმებით, მე დავეთანხმები ყველაფერს, რომ აღარ მკითხოს მე თანახმავარ ყველაფერზე. და დაველოდოთ კიდევ მეკითხება, ესე იგი კონტენტის ნახვა თუ შეიძლება მოვახდინო. yes, ხო, წაიკითხოს. კიდევ ესე იგი გარკვეული ბრძანებებით შეიძლება გაუშვას, დაგვირდით, ეს არის ხო სისტემური ბრძანებები, ნუ სისტემის ბრძანებები. ნუ რა ვიცი, ეს ბრძანება რამდენად დაეხმარება, მაგრამ ოკეი, კი ბატონო, მივცეთ უფლება ამისაც და დაიწყებს წესით და რიგით ახლა გეგმის შედგენას და ამ გეგმას გვაჩვენებს, აი ეს არის განსხვავება. ვეთანხმებით აქაც და ხო კონფიგებს უყურებს რატომღაც, რა ვიცი. ეს ახლა მაგალითად ზედმეტს აკეთებს, ეს ნამდვილად საჭირო არ არის, მაგრამ მთელი სიძლიერით ჩაირთო, ახლა ფიქრობს, უფრო მეტი რესურსი იხარჯება, შესაბამისად მეტი ტოკენი იწერება, ესეც უნდა გესმოდეთ, მეც ვხარჯავთ. და ვნახოთ ახლა როგორ მოახერხებს ამ ამოცანის ორგანიზებას, ხო? უკვე გაიგო რა როგორ და შეხედეთ აი ესეთი მენიუ გამოდის. აი რამდენიმე შეკითხვით, ესე იგი ტექსტი მეკითხება, რომელი ტექნოლოგიები გინდა გამოვიყენოთ, ხო? აგერ მაგალითად ჩვეულებრივი HTML, CSS, JavaScript ან React, Vue, Next.js იყო, უბრალოდ ჩვეულებრივი ავიღოთ. შემდეგი შეკითხვა აქვს რა სტილი გინდა Tailwind CSS, Plain CSS, Material, UI, Google, ხო, ნუ აი სხვადასხვა დიზაინები იყოს Tailwind-და ეს. Currencies რომელი ვალუტები გინდათ იყოს, ესე იგი forecast ხო? ყველა იყოს, თქვათ, ყველასთვის მინდა ის გრაფი იყოს და ბოლოს, როდესაც განსაზღვრეთ ჩემი პრიორიტეტები, რას მკითხა ამ აგენტმა, ვეთანხმები ამ ფორმას და იწყებს უკვე გეგმის შედგენას და ამ გეგმის ბაზაზე შემდეგ ააწყობს წესით უკეთეს აპლიკაციას, წესით. ნახოთ. აი შეხედეთ, უკვე დაწყებული არა 1700 ტოკენი უკვე შეჭამა. ხო, ამიტომ საკმაოდ თუმცა ეს კიდე არ არის იმხელა ციფრები, როდესაც აი MCP-ს შევეხებით, კიდევ უკვე შემდეგ გაკვეთილებში ნახავთ. მან და კიდევ უფრო ბევრს მიირთმევს, ასე ვთქვათ. ხო, ცოტა ველოდებით. ხო, და აი აქ ხო, აი მთელი გეგმა ჩამოგვიწერა დააგვირდით. განსხვავება ესე იგი უბრალო მოქმედებასა და გეგმას შორის, ხო? გეგმას გიწერს წინასა რის შეცვლას აპირებს. და გვეკითხება იქ here's clouds plan. გვეუბნება, აი რა გეგმა მაქვს, მე რა უნდა გავაკეთო. შევქნა ესა და ეს, რომელი ტექსტი, აი ეს უნდა გამოვიყენო. კიდევ ხო, API-ები, ნუ აქ ნიუანსებია ტექნიკური, header, აი ესეთი იქნება დაახლოებით, ასე იქნება ეს გამოსახული. და შესრულების ნაბიჯები. პირველ ნაბიჯზე შევქმნი HTML-ს, გავაკეთებ ამას. მეორე ნაბიჯზე წამოვიღებ დატას, ხო? ხო, ახალი დატა რომელიც არის, ნუ თვითონ ვალუტის კურსები.
და ნუ აი ამას დავამატებ, ამას გავაკეთებ და შემდეგ შევქმნი კონვერტერს, ხო, ესეც ხო დასაწერი ეს კოდი, რომ ორი ის იყოს ერთმანეთთან მიმართებაში, კონვერტაცია გაკეთოს შემდეგ დავამატებ ძებნას და ფილტრს. მოკლედ დავამატებ ამინდის widgets, დავამატებ ისტორიულ charts, ხო, და დავამატებ ბნელ თემას, შავ თემას, რა ვიცი როგორც არის. და ასე შემდეგ, ეს მთელი გეგმა, თუ თქვენ ამ გეგმას არ ეთანხმებით, შეიძლება დააკორექტიროთ. აგერ არის პირველი პუნქტი, ეს არის ყველაფერზე დათანხმება ავტომატური, მეორე პუნქტი არის დათანხმება, მაგრამ ხელით თვითონ ნაბიჯის approve-ი, ხო, დათანხმება, ამიტომ უფრო აკონტროლებთ, კონტროლი მეტი გაქვს. ან მესამე შეიძლება რაღაც არ მოგწოთ ამ გეგმაში, გადართავთ მესამე პუნქტზე, დაწერთ აი ეს პუნქტი, შემიცვალე, მაგალითად ეს ტექნოლოგია არ მაწყობს, შეცვალე, მაგალითად Flask-ზე შეცვალე, ხო? ხო, ნუ აქ ამ ამოცანისთვის ზედმეტია Flask-ი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც დავაჭიროთ პირველს, ვეთანხმები ყველაფერს და ყველაფრის უფლებას ვაძლევ, იწყებს მოღვაწეობას. ანუ Shift Tab-ი ორჯერ როდესაც გავწერე მე წინასწარ ვიცოდი რომ თქვა რთული ამოცანაა, რთული ამოცანებისთვის არის ეს უფრო მისაღები და მანდ წინასწარ იწყებს ეს აგენტი მომზადებას გეგმის, აი მაგალითად მე მიგრაციებისას ვაკეთებ, როდესაც ძალიან დიდი სისტემები მაქვს დასამიგრირებელი. ერთი სისტემიდან, ერთი სერვისიდან მეორეში ბაზები და ასე შემდეგ და იქ იმდენი ნიუანსია რომ შეიძლება გაგეპაროს და ამაში ძალიან კარგად, ესე იგი, ეს დაგეგმვა გვეხმარება. გავუშვებ გეგმას, გაიწერება გეგმა, ძირითადი რუკა ჩანს, რაღაც კორექციები თუა გასაკეთებელი ვაკეთებთ ამ კორექციებს, თუ ყველაფერი გზია, უშვებ და ну, რა თქმა უნდა, თუ production-ზე გვაქვს საუბარი, იქ ახლა პირდაპირ ყველაფერს არ ვეთანხმებით, ძალიან ყურადღებით ამას ვეცნობით, ქვედა გარემოებებში ამას ვშლით, ანუ ვაწყობთ, deployments ვუკეთებთ, test-out და მხოლოდ შემდეგ, ტესტების შემდეგ production-ში ხელით ჩვენი უშუალოდ ჩვენ DevOps ინჟინერი მაგალითად, ხო? ამიტომ პირდაპირ ხა ის შეუშვა production-ში, ну, იყო უკვე შემთხვევები, როდესაც საკმაოდ გლობალური პრობლემები შეექმნა სხვადასხვა სერვისებს, ალბათ გაიგიათ კიდევაც. ნახოთ ახლა ცოტა ხანში როგორ იმოქმედებს, აქ წესი დარიგით გაჩნდება ახლა ეს თავისი კლოდის საკხალდია, სისტემური, ამას ხელს არ ვკიდებთ. შიგნით გაჩნდება ახლა index.html-ი ამ მსგავსი ფაილი და გვექნება მეორე ვარიანტი იგივე აპლიკაციის, ოღონ სხვანაირად, უფრო მეტი რესურსით, მეტი ფიქრით გაკეთებული, ხო? ну შეიძლება ზოგჯერ ისე აღმოჩნდეს რომ აი პირველი ვარიანტი უფრო მისაღებია. კი ბატონო, რატომაც არ. თავარი რა არის? პატერნი ასეთია, მარტივი ამოცანებისთვის ეს ახლა ფიქრი და მთელი დაგეგმარება ნამდვილად არ ჭირდებათ. ხოლო რთული ამოცანებისთვის კი ბატონო, ხო, რთული მრავალწლიანი ამოცანებისთვის დაგეგმარება საჭიროა. რთული ამოცანებისთვის უბრალოდ შეიძლება უბრალოდ ჩატიც და ჩართვა ფიქრის საკმარისი იყოს. დაგეგმარების გარეშე აი გავაკეთებ აი მთელი ამდენი პუნქტი შევასრულებ. მოდით ნახოთ რა მივიღეთ და ხო, აი ასეთი ვაღა ძალიან დიდი განსხვავება პრინციპში არ არის ახლა დიზაინებს შორის, ხო? დიზაინებს შორის დიდი განსხვავება არ არის, თან რაღაცა ცოტა ბაგებიც გვაქვს. ეს ქვევი დაუდია, ამიტომ აი მაგალითად მინუსი ასეთი მიდგომის არის ის, რომ შენ ნაბიჯ ვერ ხედავ რა ცვლის, აი მაგალითად ეს მე ვიგულისხმე ზევით ყოფილიყო, თვითონ გადაწყვიტა ქვევით რომ. მაგრამ ეს ახლა ამ ამოცანაზე ამას ვთვლათ, ნუ შეხედავთ ისე ახლა ამ კონკრეტულ ამოცანაში ზედმეტობა იყო, პირდაპირ ჩანს რომ ზედმეტობა იყო გამოყენება აი მთელი რესურსის, მაგრამ რთულ ამოცანებში, ხო, რთულ ამოცანებში სულაც არ არის ზედმეტობა. მოდით ვნახოთ აქ კურსი თუ მუშაობს ნორმალურად ავიღოთ აზერბაიჯანული მანათი, ხო? 1000 ლარში 629 მანათი მოდის. ხო, ну ეს ყველაფერი დანარჩენი კარგად გააკეთა აქ ეს ხო, ეს სტილებიც კი ბატონო, კიდევ ერთი რაღაც დავავალოთ change style to the რა ვიცი სტილი, ვთქვათ change web UI style to the Lego type. აი ეს საინტერესო ვიმაიმუნოთ ცოტა. აქაც ახლა დაგეგმარება ჩართული უკვე აღარ მაქვს მე, მაგრამ ფიქრის რეჟიმი ჩართული მაქვს, აი ლურჯად არის, ხედავთ ეს საზღვრები შემოფარგლული, რაც ნიშნავს რომ thinking ჩართულია ამ მოდელისთვის. და
და ამას როგორც კი გააკეთებს, ვნახოთ კონტექსტი რა დაიხარჯა ამისთვის და ვნახოთ usage, აი ჩემს ლიმიტებში რამდენი გავხარჯე ამ ოპერაციების შემდეგ, ხო? წესი და რიგით ცვლილებები უნდა გამოჩნდეს უკვე. ცოტა დაველოდოთ. მე სიმართლე რო გითხრათ, მე პირველი უფრო მომეწონა, ვიდრე ეს ვიზუალურად ვიძახე. თუმცა ფუნქციონალით შეიძლება, აი ფუნქციონალით ამაში კარგი ის არის, რომ აქვს ძებნა, რაც პირველში არ იყო. US $. ხედავთ, როგორი დინამიური ძებნა გააკეთა. იქ არ იყო პირველში. პირველში ეს არ იყო. ის გავთიშოთ. პირველში ძებნა არ, მაგრამ პირველში შეგვიძლია დამოთ, მაგრამ ვიზუალურად თვითონ მე ეს ვარიანტი უფრო მომწონს. ეს უკვე ალბათ გემოვნების ამბავიც არის და ალბათ რა ვიცი. უფრო ორი დაგეგმარების ამბავიც არის, ახლა რო აწყო ისე როგორც გინდა. ზოგჯერ წერს აქ რაღაც უცნაურ ფრაზებს, არ გაიკვირდეთ ეს კლოდ კოდი. ფოტოშოპის გავსად მუშაობს კოდექსიც, ახლა რაც გავაკეთეთ დღეს, პრინციპში ყველა ამ ოპერაციას კოდექსიც OpenAI-ის მოდელი, ანუ ChatGPT-ის ბაზაზეც მშვენივრად აკეთებს, ანუ არაფერი ახლა ამ კონკრეტულ ამოცანისთვის არაფერი განსხვავება არ იქნება. იქ კიდე Gemini-ც არის Google-ის, მაგრამ როგორც მე არ ვიყენებ Gemini-ს კოდინგში მაგალითად, მაგრამ როგორც იძახიან კოდინგში უფრო სუსტიაო ამ ეტაპზე. ვიზუალურ ელემენტებში, სურათების გენერაცია, ვიდეო გენერაციაში Gemini ძალიან ეფექტურია, მე მგონი ლიდერი გახდა უკვე, მაგრამ კოდინგში, აი ანთროპიკი, კლოდ კოდი ჯერჯერობით როგორც ვიცი, უფრო მისაღები ვარი, ყველაზე მისაღები ვარიანტია. აი რაღაცეები უკვე მოამზადა. აღოთაბა Lego სტილში როგორ გააფორმებს ჩვენს აპლიკაციას, ხო? გააკეთა, მოდით განვაახლოთ. აი Lego სტილში. რაღაცა Lego-ს კუბიკების სტილში გააფორმა თავისი ეფექტებით, როგორც ხედავთ, მოძრაობს ესენი ყველაფერი. მოკლედ საკმაოდ სახალისოა და აი როგორც ხედავთ, ესეთი ეფექტები შეიძლება მიიღოთ. ღია ფერის ასეთია, შავი ასეთია. ოკეი, ახლა რა არის მთავარი აქ? ჩვენ პრინციპში პირველი შეხება გავაკეთეთ, ახლა რაც უნდა გვესმოდეს ამ სისტემებში, მე გითხარით, რომ კონტექსტია, მოდით კონტექსტი ვნახოთ უცებ, კონტექსტი. რა ხდება კონტექსტში? კონტექსტი უკვე 59%-ით არის შევსებული, ხო? და usage გამოყენების ლიმიტები. აი გამოყენების ლიმიტში უკვე აიწია ეს გახსოვთ 2% იყო, ახლა 12%-ზე არის ჩემი გამოყენება. ანუ 10 საათამდე მე კიდე საკმაოდ ბევრი ლიმიტი დამრჩა. კვირის ლიმიტებში აი 10%. ანუ ამასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი პარალელურად გავუშვათ ეს აგენტი, ასეც ვაკეთებ და ეს ლიმიტები ამოიწუროს და ნუ მოკლედ მოგიწევთ ცოტა ხანი დალოდება, სანამ დარესეტდება. ანუ დარესეტდება ჩემ შემთხვევაში აგერ ნუ რამდენიმე საათში და განულდება. თავიდან ისევ ნულოვანი ლიმიტები გექნება და ნუ შემდეგ ისევ შემდეგი რესეტი იქნება, სულ მოძრაობს. კარგი, მოდით აქ დავასრულოთ ამ ეტაპზე. პირველი შესავალი გაკვეთილისთვის საკმარისია, წაითამაშეთ ამასთან. სამწუხარო მომენტებიდან არის ის, რომ უფასოდ მთლიანად არ გამოვა ეს ამბავი, subscription-ი გჭირდებათ. კარგი მომენტებიდან, ნუ ვიზუალურად ნახეთ, მე მგონი და შედარება არ არის, საერთოდ მუშაობის სტილს საერთოდ კარდინალურად ცვლის. მაგალითად, მე საერთოდ აღარ მჭირდება უკვე კომუნიკაცია მარტივი ამოცანებისას, იგივე ფრონტის ან ისეთ თემებზე, რაც არ ვიცი, რაშიც კომპეტენტური არ ვარ, აგერ პირდაპირ ვეკითხები ამ აგენტებს. ან იგივე ჩემ საქმეში, როდესაც რუტინული საქმეა, დრო რო არ ვხარჯო, ვავალებ ამ აგენტებს და მოკლედ აკეთებენ ისინი, უბრალოდ შემდეგ ვამოწმებ, რა თქმა უნდა, ვუშვებ ყველაფერს ვაკორექტირებ როგორც საჭიროა და ნუ უფრო გამოდივარ როგორც ესე იგი მამართველი ამ სისტემების და მენეჯერი ამ აგენტების და რა თქმა უნდა თემა თუ არ გესმის, იქაც პრობლემაა, ახლა თუ არ გესმის, რას გააკეთები, ვერ გააკეთებინებ ისე როგორც კიდე. თუმცა მნიშვნელოვნად გამარტივდა ბევრი რამ. გემშვიდობებით მეგობრებო, შემდეგ გაკვეთილზე კიდე შემდეგ ხრიკებს გაჩვენებთ და ნახოთ კიდე პრაქტიკაში სხვადასხვა ამოცანები. დროებით.